სოციალური მეწარმეობა ხშირად იწყება შეკითხვით რატომ და რისთვის მჭირდება სოციალური მეწარმეობა, რა არის ის ცენტრალური მიზანი, მისია, რისთვისაც მინდა რომ დავიწყო საქმიანობა. მეორე თავში დაინტერესებული ადამიანები და განსაკუთრებით ახალგაზრდები შეძლებენ განსაზღვრონ თუ რა როლს თამაშობს სოციალური მისია, სოციალური მიზანი, სოციალური საწარმო საქმიანობაში და რატომ არის იგი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ტრადიციული საწარმოსაგან. სოციალური მისია წარმოადგენს სოციალური საწარმოს საქმიანობის ცენტრს და ყოველი აქტივობა, ყოველი საქმიანობა, რაც შეიძლება რომ ორგანიზაციაში ხორციელდებოდეს, მიემართება სწორედ ამ მიზნის მიღწევას და მის სრულყოფას. ხოლო უფრო სიღრმეებში თუ ჩავალთ, სოციალური საწარმოს მიზანი უკავშირდება იმ პრობლემების მოგვარებას, რომელსაც გარემოში ვხედავთ. ამ თავში ახალგაზრდები შეძლებენ განსაზღვრონ თუ რა ტიპის პრობლემები შეიძლება არსებობდეს გარემოში, რა ტიპის გამოწვევებს აწყდებიან ადამიანები იმ გზაზე, რაც უკავშირდება მათ კარგად ყოფნას და კარგად ცხოვრებას და ამასთან გაეცნობიან გაეროს განვითარების მდგრად მიზნებს, რომელიც შემუშავებული არის 2005 წელს და მიზნად ისახავს 2030 წლისათვის გარკვეული პრობლემების გადაჭრას და უკეთეს გარემოში ცხოვრებას. გაეროს განვითარების მდგრადი მიზნების გარშემო ქვეყნები თანხმდებიან, რომ იქნება ნაკლები სიღარიბე, ადამიანებს ექნება წვდომა ხარისხიან განათლებაზე, ადამიანებს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებიდან ექნებათ საშუალება, რომ იმუშაონ ღირსეულად და ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ის საკითხები და სწორედ ის პრობლემები, რომლის გადაჭრასაც სოციალური საწარმოები ცდილობენ გარემოში და იგი არის ასევე მთავარი ამოსავალი წერტილი სოციალური მიზნის, სოციალური მისიის. შესაბამისად, დაინტერესებული ადამიანები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ განსაზღვრონ მათი სამიზნე ჯგუფის პრობლემები და რა წვლილი შეიტანონ გაეროს განვითარების მდგრად მიზნებში.